საღამომშვიდობის ყველას, ვინც გვიყურებთ, ინფოზე დაიწყო პრესზონა, მე ალეკო გრიგალაშვილი გახლავართ და როგორც ყოველ სამუშაო დღეს, დღევანდელი დღეს არ არის გამონაკლისი, გაცნობთ მედიაში გამოქვეყნებულ ძირითად აქცენტებს. Ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ის, რომ რამდენიმე დღის წინ ხმაური იყო თბილისში, ტაშკენტის 5 ნომერში და ბაქოს 1 ნომერში. იქ არსებულ გარემონტებულ, თუმცა ცარიელ შენობებში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა რამდენიმე ათეული ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. ისინი აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები და ხელისუფლებას აღნიშნული ფართების დაკანონებას თხოვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითე სამინისტრო აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობისა და სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. თუმცა, როდის მოხერხდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილება, ამის შესახებ მათ კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. რა ბედიელით შენობებში თვითნებურად შეჭრილ დევნილებს აი ამის გარკვევას შევეცდებით დღეს პრესზონაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. როგორც უკვე მოგახსენეთ, მედიის ძირითადი აქცენტი უკვე გაჟღერდა და გეტყვით, რომ დღევანდელ პრესზონას სტუმრობს ლტოლვითე და განსახლების მინისტრის მოადგილე ბატონი ვალერი კოპალეიშვილი, ასევე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი. საღამომშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოკლედ, დავიწყოთ არსებულ პრობლემებზე საუბარი. ბატონი ვალერი, გუშინ კამპანიისას ერთად აღმოჩნდით სრულიად შემთხვევით, როდესაც სამსახურიდან მივდიოდი, აღმოჩნდი იქ ადგილას, სადაც შეიჭრნენ დევნილები. რა ვითარება დაგხვდათ თქვენი ქმისვლისას, კარგად ვიცით, ზოგადად თვალს გადავავლებთ იმას, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდში და ამასთან დაკავშირებით ბატონ ლაშასაც მოусმენთ ძალიან დიდი ყურადღებით. ბატონ ვალერი, უპირველეს ყოვლისა გისმენთ ყურადღებით. უბრალოდ შემაჯამებლად ვიტყვი, რომ ამ მომენტისთვის 16 ობიექტია თბილისში, სადაც შევიდნენ დევნილები თვითნებურად. მათ შორის ერთ-ერთი ობიექტი ის გუშინ, სადაც ღამე მოხდა შესვლა, ეს არის ჭიჭინაძის საათში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულება. იქ იყო ერთი შენობა, რომელიც რეაბილიტაციისთვის ჰქონდა განკუთვნილი ადმინისტრაციას და ეს შენობა დაიკავეს 30-მდე დევნილმა პირმა. ჩვენ გუშინ შევხვდით ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ესენი არიან დევნილები, ზოგიერთი მათგანი კომპაქტური ჩასახლების ობიექტთან, ერთ-ერთი კერძო კომპაქტური ჩასახლების ობიექტია. არკეთილის მეტროსთან ახლოს ერთად ვიყავით ჩვენ დავადვალიერეთ მათი საცხოვრებელი პირობები, ორი ოჯახი ცხოვრობს. ეს არის კერძო საკუთრება, თუმცა კომპაქტურია იქ, კანონიერად ცხოვრობენ დევნილები და მათი კიდან გამოსახლების საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აცხადებდნენ, რომ ამის რისკის წინაშე. ჩვენ გვაქვს ამის ამსახველი კადრები, შეგვიძლია ჩვენ საუბრის ფონად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია, უпростоრად ავსახოთ ის ვითარება, რა ვითარებაშიც ვიმყოფებოდით გამთენიისას. და ასევე საუბარი ჰქონდათ დევნილებთან, რომლებიც აცხადებდნენ, უпростоრად სიტყვიერად საუბრობდნენ, ცდილობდნენ აღწერას იმ ვითარებისა, რომელშიც თავად იმყოფებოდნენ. ნაწილი დევნილებისა იყო დმანისიდან. ბატონო ვალერი. ქაბატონი იყო დმანისიდან, რომელიც 2 წლის წინ მისი განცხადებით ჩამოვიდა თბილისში, ქირავობს ბინას და ცხოვრობს თბილისში. დმანისი რო ახსენა მან, ცხადი ეგრევე შევთავაზეთ, ეხლა მიმდინარეობს ქალაქ თეთრწყაროში რეაბილიტაცია ერთ-ერთი ობიექტის და იქ შესაძლებელი იყოს განსახლება. ეს იყო ხა სამუშაო პროცესში უბრალოდ საუბრის დროს შევთავაზეთ, ცხადია თქვა უარი, ვინმე თბილისში იქონდა მასურული განსახლების. ეხლა ეს არის მაგალითი იმისთვის, რომ განმა ზოგადად სიტუაცია. ამ 16 ობიექტში ხა 700-მდე ოჯახია. წინასწარი შეფასებით ეს თბილისში ხდება ყველა სხვადასხვა უბნებში. 700-მდე ოჯახია შესული, სხვადასხვა კონტინგენტი იქნება იქ ცხადია. იქნება კერძო სექტორიდან რეგისტრირებული თბილისში, კერძო სექტორიდან რეგისტრირებული რეგიონში, თუმცა შეიძლება რეგისტრირებული იყოს რეგიონში, მაგრამ დიდხანს ცხოვრობს თბილისში. იქნებიან ასევე კომპაქტურ ჩასახლებებში მაცხოვრებელი დევნილები, ნაწილ შეიძლება დაკანონებული აქვს, შეიძლება დაკანონებული არ აქვს. შეიძლება იყოს შემთხვევაში დაკანონებული აქვს, მაგრამ ფართი პატარა აქვს და მეტი გაფართოების სურვილი აქვს. იქნება შემთხვევები, სადაც არადევნილები არიან შესულები, ესევე უსახკარო. იქნება ისეთებიც ალბათ, რომლებიც ცდილობენ, ვთქვათ, რაღაც გამოიყენონ ეს სიტუაცია, რაღაც პირადი გაიუმჯობესონ მდგომარეობა, თუმცა შეიძლება ჩვენი გადმოსახედიდან იმ სტანდარტების მიხედვით მათ არ ეკუთვნით, ან საცხოვრებელი უკვე მიღებული აქვს და დაკმაყოფილებული. რის მიხედვით ადგენთ აი ამ კრიტერიუმებს? დევნილს ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის? ამ შემთხვევაში თვითონ განსაზღვრულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია, თუ დევნილი იღებს გრძელვადიან განსახლებაში პროგრამაში მონაწილეობას, ფორმდება ხელშეკრულება, მაგალითად დაკანონების შემთხვევაში. თქვათ შევიდა დევნილი ფოთში აშენებულ საცხოვრებელ სახლში. დაიკავა ბინა, თქვათ 5 სულიან მოჯახვა მიიღო 1-2 ოთახიანი, 1-1 ოთახიანი, სიტყვის პირობითად ვამბობ.
და გაფორმდა ხელშეკრულება და მან ეს დაიკანონა. ეს ხელშეკრულება ამბობს პირდაპირ რომ ისინი დაკმაყოფილებულად ითვლებიან. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება ისე უსაკალო დარჩეს სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში სტრატეგიის მიხედვით, სამოქმედო გეგმის მიხედვით ისინი ითვლებიან მაინც დაკმაყოფილებულად. თუმცა უსაკალო ადამიანი შეიძლება წარმოიქმნას არადევნილობიდან გამომდინარე და ეს სახელმწიფო ზრუნვის სხვა საგანია ცხადია. აი ამ კუთხიდან გულისხმობთ რომ არ ეკუთვნის, არ ნიშნავს რომ შეიძლება საჭიროება არ ქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ დახმარება მიიღო. მე უბრალოდ მინდა აღნიშნო და ვთქვა რომ რეალურად დევნილთა ეს განსახლების პროგრამა დაიწყო 2007 წელს მიღებული სახელმწიფო სტრატეგიით. ეს პროცესი დაიწყო 2006 წლის ბოლოს. მიზანი იყო რომ სახელმწიფოს შეემუშავებინა რაღაც ჩარჩო დოკუმენტის ხედვის როგორ შეიძლება დევნილთა პრობლემის მოგვარება. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბატონი ლაშა ჩხარტიშვილი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა დევნილების პრობლემას, იყო თანამონაწილე იმ ვითარებისა და გვერდით ედგა იმ ადამიანებს, რომლებსაც ასახლებდნენ იმ შენობებიდან, სადაც ისინი იყვნენ დროებით შესულები. ბატონ ლაშა, გისმენთ ყურადღებით, თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემას? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ დიდწილად ეხლა რასაც ვხედავთ, საკმაოდ სტიქიურ პროცესს, რომელიც შეიძლება ძალიან დრამატულად განვითარდეს, არის შედეგი სწორედ ბატონი ვალერიის, ბატონი სუბელიარის და სხვათა დაუგეგმავი და მე ვიტყოდი კორუფციული მოქმედებებისა, როდესაც მათ 2010 წელს დაიწყეს მასობრივი გამოსახლების პროცესი, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ დაპირებებთან, წინასაარჩევნო დაპირებებთან, რომელიც საკრებულოს ადგილობრივი არჩევნების დროს იქნა გაკეთებული მიხეილ სააკაშვილისა და გიგი გულავას მიერ, იმიტომ რომ თბილისის შემთხვევაში მათ დაპირდნენ მოსახლეობას, რომ მათ დაუკავონდებოდა საცხოვრებელი პარტია იქ, სადაც ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ მოხდა ინტერპრეტაციები სხვა ფორმალური დემაგოგიური მე ვიტყოდი არგუმენტების გამოყენებით. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თქოს საუბარი იყო იმ ობიექტებზე, რომელსაც ჰქონდა მინიჭებული კომპაქტური ჩასახლების სტატუსი და თქოს ეს ყველა ჩასახლებას არ ეხებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ერთია. დევნილები 2010 წელს კიდევ ერთხელ ძალიან წარეთ მოატყუა ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქმედმა მერმა. მათ შეპირდა რომ ისინი თუ კი მხარს დაუჭერდნენ ნაციონალურ მოძრაობას იმ არჩევნებზე, ამ შემთხვევაში ექნებოდათ საშუალება დაკავონებოდათ ის პარტია, რომელსაც ისინი იკავებდნენ. ამ იმედით ახსნილმა ადამიანებმა ნაწილმა ხმამისცა ხელისუფლებას, ნაწილმა არ მისცა, ეს თავარი არ იყო, მაგრამ თითქოს და მათ გაიზიარეს ეს ასე თქვა დაპირება. რის საპასუხოდაც მიიღეს სამწუხაროდ ძალიან მოკლე ვადაში ამ არჩევნების შემდეგ გამოსახლება განხორციელებული უსასტიკესი მეთოდებით. ისეთი მეთოდებით, რომელიც თვით მართლაც ასე თქვა ოკუპანტ ქვეყნად რუსეთის იმპერიასაც კი არ გამოუყენებია, ანაც ამდაგვარი იყო. მე მაგალითად ვერ ვხედავ ვერანაირ განსხვავებას იმ მეთოდებს შორის, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმ აღმაშფოთებელ კადრებს, როდესაც სატვირთო ხდებოდა ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან, იგივე მეთოდები, იგივე სისასტიკით ხდებოდა დევნილების დეპორტირება თბილისიდან, ჩვენ ვხედავთ ამ შემთხვევაში სატვირთო მანქანებს, რა თვითმფრინავებს, რა თქმა უნდა, პირდაპირ სატვირთო მანქანებში ადამიანებს აიძულებდნენ, ასე ვთქვათ, ჩამსტარებდნენ და დაეტოვებიათ ტერიტორია და ადეკვატური შეთავაზება მათთანავე არ ხდებოდა. საუბარია იმაზე, რომ აი ბატონვალები რა ახსენა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში დმანისთან მიმართებაში მათ შევთავაზეთ თეთრი წყარო, არ ვიცი, ბოლო პერიოდში რაიმე შეიცვალა, არ ამგონია სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მაშინ იმ პერიოდში და ალბათ ეხლაც ესეა, ხდებოდა შეთავაზება ამ ადამიანებისათვის სხვა ქალაქში ცხოვრებისა, მაგრამ ამასთანავე არ იყო არანაირი დამატებითი უზრუნველყოფა მათი სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარია შემდეგზე. პირველ რიგში სამწუხაროდ ჩვენთან განვითარებული ეკონომიკა არათანაბრად და ძალიან დაბალ დონეზეა ზოგადად და არათანაბრობა გამოიხატება იმის რომ თბილისში უფრო მეტი ალბათობა არსებობს ადამიანების დასაქმებისა, შესაბამისად დევნილებს არა სახელმწიფოსაგან როგორც ესე, არამედ საკუთარი შრომით თვით დასაქმების გზით აქვს მოპოვებული სამუშაო ადგილები იქნება ეს ვაჭრობის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში და სხვა სფეროში. აქედან გამომდინარე, მათთვის თბილისში ცხოვრება ეს არ არის ასე ვთქვათ რაიმე ტიპის ნობური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ან პირადი ამბიციების დაკმაყოფილება, ეს არის მათთვის სასწავლო აუცილებლობა, იმიტომ რომ სხვაგან მათ შემოსავლის წყარო არჩებათ, რაც შეეხება ყოველთვიურ შემწეობას ის შეადგენს 22-დან 28 ლარამდე, ბუნებრივია ამით არსებობა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ნებისმიერ გათვლით, თუნდაც არსებული ხელისუფლების მიერ გაანგარიშებული საარსებო მინიმუმით, შესაბამისად მათთვის გადასახლება ნიშნავდა საარსებო წყაროს დაკარგვას, სამუშაოს დაკარგვას, ნიშნავდა დაკარგვას ხელმისაწვდომობის ხშირ შემთხვევაში განათლებაზე, რაც კონსტიტუციური უფლება ადამიანისა, უმაღლეს განათლებას პირველ რიგში ეხება ეს, იმიტომ რომ ისეთ რომ უმაღლეს განათლების დაწესებულება ძირითადად თბილისში არის ასე ვთქვათ კონცენტრირებული და ნიშნავდა ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის და სიცოცხლის უფლების შელახვასაც კი ვინაიდან არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი დევნილებს შორის, მათ შორის ბუნებრივია, მათი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მით უფრო რომელსაც ჭირდება სპეციფიური სამედიცინო დახმარება, ამა თუ იმ პროფილის მიხედვით იქნება ეს ასე ვთქვათ სიცოცხლური დაავადებები თუ სხვა და შესაბამისად მათთვის გადარჩენის ალბათობა რომელიმე შორს ქალაქიდან და დედაქალაქიდან არსებულ სოფელში ძალიან მინიმალური იყო. მინდა გითხრათ რომ ადამიანებს ამ შემთხვევაში იმათ ვინც გამოასახლეს 2011 წელს განსაკუთრებით
ისეთი როგორ ვთქვათ, მორალურად გამართული არგუმენტები შეიძლება გააჩნდეთ, რომ მოითხოვონ და თუნდაც ესეთი უხეში დაკლებას კანონიერებად რომ ვთქვათ ფორმებით, ეცადონ საკუთარი უფლებების აღდგენა, როგორც ისინი აკეთებენ ამას, იმიტომ რომ მათ შეპირდნენ 2010 წელს, რომ ექნებოდა დაკავებული ფარტი, რომელშიც ცხოვრობდნენ, შემდეგ ისინი გამოასახლეს ძალადობით, ხალკეტებით, დაკავებებით, დაპატიმრებებით და ასე შემდეგ და ეხლა მათ დაინახეს, რომ ხელისუფლება იცვლება და შეიძლება ნაჩქარევად, ჩემი აზრით, იჩქარეს მათ და სადეს უხეში ფორმებით საკუთარი უფლებების აღდგენა. მე მაგალითად მივესალმებოდი, რომ ისინი დაუდებოდნენ ხელისუფლების უფასოვან ჩანაცვლებას არჩევნების შედეგების მიხედვით და შემდეგ მოეთხოვათ ახალი ხელისუფლებისათვის, მაგრამ მესმის ამ ადამიანებისა მორალურად, მათ შორის ბევრი უკვე მეგობარიც გახდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მე ამ ადამიანებთან ერთად ვცდილობდი მათი უფლებების დაცვას, ერთ-ერთის მეჯვარეც კი გავხდი ამ აქციებზე, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეს ადამიანები დაქორწინდნენ კიდევაც, იმდენი ხანი უწევდათ აი ამ კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა და დღეს მათ აი ამ ასე ვთქვათ გაუსაძლეს მდგომარეობის გამო სადეს აღდგენა საკუთარი უფლებებისა ნაადრევად მე ვიტყოდი შეიძლება ჯობდა ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი დაალდებოდნენ და მინდა გითხრათ რომ ქართული ოცნების დაპირებების შორის რაც შეეხება საარჩევნო დაპირებების შორის არის ერთ-ერთი დაპირება რომელიც ამ შემთხვევაში თანხმედრია ნაციონალური მოძრაობის დაპირებისა მაგრამ მათგან განსხვავებით ეს დაპირება შესრულდება იმიტომ რომ ხელისუფლება დაპირდა წინა ხელისუფლებამ დევნილებს მოატყუა ჩვენ არ ვაპირებთ მათ მოტყუებას და ჩვენ ვაპირებთ რომ მათ მიერ დაკავებული ფარტი იქნეს დაკავებული რაც შეეხება უკვე გამოსახლებულ დევნილებს პირადად ჩემი პოზიცია ამაზე პროგრამაში ხაზგასმით არ არის ნათქვამი, მაგრამ პირადად ჩემი პოზიცია რომ თუ კი შენობა და ნაგებობა არ წარმოადგენს რაიმე ტიპის სტრატეგიულ ინტერესს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, იქიდან უკავიათ გამოსახლებული ადამიანების, ასე ვთქვათ, ადამიანების ზაბუნება ამ პარტიისა და დაკავებისა იქნებოდა სწორი გამოსავალი ამ შექმნილი ძალიან რთული ვითარებიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, კატეგორია, სხვა კატეგორიაც მართლაც ბევრია და ერთ-ერთი ყველაზე რთული კატეგორია და ძიმედ განსაკუთრებული თემა არის კერძო სექტორში განსახლებული დევნილები. რომელთა რიცხვი ძალიან დიდია და მათი დაკმაყოფილების რესურსები არის შესაძლებელია გარკვეულ დროს მოითხოვდეს, იმიტომ რომ ფინანსურად ძალიან ძიმედ რიცხვს წარმოადგენს, მაგრამ ამ ადამიანებთან მიმართებაში სამართლიანობა არის საჭირო და კიდევ ერთ დავამატებ და ამ ეტაპზე დავასრულებ. არის ძალიან ძიმე თემა კიდევ ერთი. ერთი ის რომ დამოკიდებულება დევნილებისადმი წინა ხელისუფლების იყო იმდენად შეურაცხყოფელი რომ ერთხელ ეს ტრაგიკული შემთხვევითაც კი დასრულდა, როცა დევნილთა განსახლების სამინისტროს ერთმა წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ანა პიპიას, მორალურად მან ვეღარ გაუძლო ასეთ ტვირთს, მით უმეტეს ეს ძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით და ქალბატონმა თავი დაიწვა. ამ ყველაფერზე შეფასება იყო აღმაშფოთებელი, რომ სამარცხვინო ქალბატონი ქეთაგაბიანის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხალხმწერი, რომელსაც თქვა რომ ბენზინის პული საიდან ქონდა თუ კი გაჭირვებული იყო, ნუ აი ამის უკვე მორალური გამართლება ხო მართლა შეუძლებელია და ამის გარდა პრობლემას წარმოადგენდა მართლაც ადეკვატური და ინდივიდუალური მიდგომის არ ქონა, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო რომ ყოფილიყო მიდგომა ინდივიდუალური, ყოფილიყო ადამიანური მიდგომა, ბევრ დევნილს მართლაც მიიღო შეთავაზება რაიონში გადასახლების თაობაზე, თუ კი მას ექნებოდა გარანტია და შესაძლებლობა პირადი რეალობიდან გამომდინარე არსებობისა. მაგალითად, თუ კი ჯანმრთელობა, ასაკი, გამოცდილება შეუწყობდა რომელიმე დევნილს ხელს, რომ მას მიიღო კარმიდამო და კარმიდამოსში ეწარმოება სოფლის მეურნეობა, ეს ყველა შეიძლება არ აწყობდა, იმიტომ რომ გელოდან ზოგს გამოცდილება რა, ზოგი ქალაქური დასახლებიდან იყო, მაგალითად გაგრელი ისეთივე ქალაქელი, როგორც თბილისელი და ბუნებრივია გაგრელი ადამიანი ხომ, გაგრელი ადამიანს გაუჭირდებოდა სოფლის ცხოვრება ისე როგორც თბილისელს, მაგრამ რომელიმე თქვა სოფლის მოსახლე. იმიტომ რომ ეს რამე დაკლები, უბრალოდ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო წარმატებული იქნება და სოფლად. ეს გამოყოფილი იქნება იმ შემთხვევაში, არ იყო გამოყენებული და შესაბამისად, თუ ამის დახვეწა არ მოხდა, თუ არ მოხდა ინდივიდუალური მიდგომა და რამოდენიმე ძირითადი კატეგორიის გამოყოფა, ამ შემთხვევაში ესეთი მიდგომების გამოყენება, თუ სანამ მიყვავს ეს მიდგომის გამოყენებას, მე უკვე გიმოგახსენებთ ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა ქალბატონ ანა პიპიასი, თუმცა დარწმუნებული ვარ და ალბათ ამ საქმეების გამოძიებას მოხდება, იყო სხვა შემთხვევებიც, შეიძლება არა ესეთი მკისიერი გარდაცვალებისა, მაგრამ გარდაცვალებამდე მიყვანა, თვითმკვლელობამდე მიყვანა და თუნდაც სოციალური პირობების გამო დაღუპვა, ან სამეცნიერო მოსახურების არ ქონის გამო დაღუპვა, არანაკლები დანაშაულე, ვიდრე ის თვალსაჩინო ტრაგედია, რომელიც ვიქილეთ ყველა დევნილთა განსახლების სამინისტროს ეზოში და ამის გამო პასუხი პირადად შემოვალება თუ როგორც ადამიანისა, რომ ვაგებინო და გამოძიება უზრუნველყო რომ იყოს ჩატარებული, თუნდაც ჩემი პირადი საჩივარი საფუძველზე. მე არა ვარ, მაგრამ მე მაქვს უფლება მოვითხოვო იმ დევნილის ოჯახის რეაბილიტაცია და უფლებების აღდგენა, იმიტომ რომ საჩივარი შევიტანო და მივიყვე ბოლომდე იმას, რომ იმ დევნილის მკვლელმა აქვს პასუხი და სხვა დევნილებთან მიმართებაში სადაც უნდა ვიყო, მე მათი უფლებების დამცველად დავრჩები, იმიტომ რომ თვლრომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული კატეგორია, დაჩაგრული ორმაგად და სამაგად. ოკუპანტის მიერ, ქვეყნის ხელისუფლების მიერ, ერთის მეორე ხელისუფლების მიერ და მესამე ხელისუფლება დარწმუნებული რომ ამას აღარ გაიმეორებს. ბატონო ვალერი, დაუბრუნდეთ კერძო სექტორს. თქვენ გუშინ აღნიშნეთ, რომ 17,000 დევნილი არის. ახლა მოგახსენებთ
შეიძლება ვთქვა? დიახ, რა თქმა უნდა. მოკლედ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბევრი ინფორმაცია ბატონლაშას უსურვებთ, თუ გექნება შესაძლებლობა ბიმუშ ამის მერეც, ხა ტელევიზიო გადაცემაში შეგვიძლია დავუშვათ და ძალიან ბევრი დეტალებს მოგასვით, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ჩვენ თუ მომწონს პროკურატურის ფარგლებში მე შევიტანთ თქვენ წინააღმდეგ საჩივარს, პირადად თქვენ წინააღმდეგ, კობასობელიანის წინააღმდეგ, რომელსაც 10,000 დოლარიანი ბანკადის ნომერი ქონდა, მაკეინის სახელწოდებით, სულეთია მაკეინის ქონდა, შხატიში მოდი დევნილებზე ვისაუბროთ, ბატონლაშა. დევნილების შიმშილით იქოცები. მესმის, თუ მომწონს საშუალება. რა თქმა უნდა. დამიძახეთ რომ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, დევნილების პრობლემა, ეს არის დღევანდელი გადაცემის ძირითადი ურთიერთობას. მე ვიქნები თქვენი მომჩივანი, იმიტომ რომ თქვენ ხართ დევნილების პრობლემის შემოქმედი ერთ-ერთი. ძალიან გისმენთ ყურადღებით ბატონო. მე მინდა დევნილებთან ყოველდღიური ურთიერთობა, სატელევიზიო გადაცემა დამეხმარება, მაგრამ ამის გარეშე შემიძლია ურთიერთობა მქონდეს. თუ მომწონს საშუალებას გარკვეულ საკითხებზე პასუხს გაგცემთ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ თუ ეს კონტინგენტი ვინ არის. ძირითადად საუბარი არის ამ შემთხვევაში თბილისში მაცხოვრებელ დევნილებზე. ხა ავიღოთ საქართველოს მასშტაბით სად შევიდნენ დევნილები, შევიდნენ თბილისში. თბილისში მაცხოვრებელი დევნილები 17300-მდე ოჯახი არის თბილისის კერძო სექტორი. აქედან დასაკმაყოფილებელი, ანუ ვისაც ჭირდება განსახლება, ეს იქნება სადღაც 10000-მდე, 12000-მდე ოჯახი. ეს არის ის მასშტაბი, რადგან გვაქვს საუბარი თბილისში კონკრეტულად. გარდა ამისა, როდესაც საუბარია დევნილთა გამოსახლებაზე, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა, ცხადია, მაგრამ ხვალეც თუ დევნილები სადმე უკანონოდ აღმოჩნდნენ, პროცედურა ამას მოითხოვს. თუ მეპატრონე ნებისმიერი კერძო მეპატრონე იქნება, თბილისის მერია იქნება, ეკონომიკის სამინისტრო იქნება, რომელიღაცა უწყება იქნება, ჯანდაცვის ობიექტი იქნება, მისცემს ნებართვას დევნილმა იცხოვროს, ტოლიდე და განსახლების სამინისტრო ცხადია და არეგისტრირებს, აქცევს ამას კომპაქტურად და მე ჩვენ ვიცით როგორ დავიცვათ დევნილთა უფლებები იქ. არც ერთი კომპაქტური შესახლების ობიექტიდან მე გამოიყვანა. მესმის დასაკმაყოფილებული ადამიანები უკან. მესმის თქვენ შეგიძლიათ დაპირებებით ყუილი. კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ როგორც თქვენ თქვით, ისე მოიქცეთ. ახლა მე ჩემი ხრიდან კადრები ახსოვს საზოგადოებას ალბათ. კი ბატონო, ჩვენ გაგცემთ პასუხს თუ არის ამის შესაძლებლობა და საშუალება. ამჯერად სიტუაცია კვლავ ისეთი, რომ დევნილთა ნაწილი მათ ნახეს, რომ შესაძლებელია არის შესაძლებლობა იმის, რომ გარკვეული ფართები დაიკავონ, ვინაიდან იმ მომენტის ისინი თვლიდნენ, რომ სწრაფი რეაგირება ვერ იქნება, მოხდა ფართების დაკავა. პირველივე დღიდან, როდესაც ობიექტებში შევიდნენ დევნილები, მე პირადად მქონდა მათთან კონტაქტი, მაქვს ყოველდღიურად, ყოველთვის ვაცხადებ, ყველა ჩვენ პარტნიორს იმ დღეს რომ შევატყობინე არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროს ტოლთა უმაღლეს კომისარიატს, რომ ეხლა ის ორგანიზაციაა, მაგალითად გაეროს ტოლთა უმაღლეს კომისარიატი, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს, რომელმაც დაგმოთ ხელს მიერ განხორციელებული გამოსახლება 2010 წლის აგვისტოში მემორანდუმი მიიღო ამის თაობაზე, რის საფუძველზე თქვენ შეწყვეტეთ ბატონო მეგეთქვით რომ პირიქით იყო მათი განცხადება, სადაც პირიქით ამბობდნენ ეს კანონის ფარგლებში 19 აგვისტოს მემორანდუმი შეგვიძლია. კარგი, თქვენ ახლა ძალიან ბატონო ძალიან თქვენ თვითონ გაიტანოთ თქვენი აზრი. დოკუმენტი შეგვიძლია მე თქვენ ძალიან დიდ პატივს ვსვენ, თუ მომცემთ საშუალებას მე აზრ გამო. ბატონო, უბრალოდ შეგახსენებთ. დიდი მადლობა. გაეროს არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, ნუ ვიდავთ ამ დოკუმენტზე. 19 აგვისტოს დოკუმენტი არსებობს. შეგიძლიათ გადავლეთ წერია კონკრეტულად, რომ ეს იყო საერთაშორისო ნორმებთან მიმართებაში განხორციელებული. 2010 წლის აგვისტოში დოკუმენტი არსებობს, რომელსაც დაგმოთ თქვენი ქმედება. კი ბატონო, ვიდაოთ. გთხოვთ. კი ბატონო, აუცილებლად. მე არავის არ ვამართლებ. არსებობს აქტი და მოჩა. იმ აქტს დავიკითხოთ და რაც თუ წერია იქ რომ არასწორად იყო რამე, არასწორად იყო. თუ წერია რომ სწორი იყო, ის მათი მოსაზრება. შეიძლება იმათმა თქვან რომ კარგად იყო, მაგრამ რაღაცა კარგად არ იყო. აგვისტოს დოკუმენტი მე მგონი უნდა იცოდე. ამაზე ნუ ვიდავთ, ეს ხო არსებობს და ხან არსებობს დავაზრე. გადავდგეთ შემდეგი ნაბიჯი. რა უნდა შევთავაზოთ დევნილებს? მაგ მე სპეციალურად შევეხე თემას თუ საიდან იწყება დევნილთა პრობლემის. მე მახსოვს ამ საკითხზე მუშაობა დავიწყე, მე გაეროს განვითარების პროგრამით დავიწყე მუშაობაზე. დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება იყო ეს პროგრამა და სამოქმედო გეგმა. პირველი კითხვა როცა დევნილებს დავსვი, რომ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, თქვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ. პირველი რაც იყო ამ დროს იყო, რომ როგორ ჩვენ არ ბრუნდებით? აბა რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ მაშინ რიტორიკა ესეთი იყო ზოგადად. საზოგადოებაში არ არის მარტო პოლიტიკური თემა. საზოგადოების, იმიტომ რომ დევნილთა პრობლემა გადაწყვეტს და დაბრუნდებიან. ამ სტრატეგიის ნაბიჯი ეს იყო შეგვეცვალა ეს დამოკიდებულება და დევნილი ერთი კვირის მერე რო ბრუნდებოდეს, ან 10 დღის მერე რო ბრუნდებოდეს, ღირსეული საცხოვრო პირობები უნდა გქონდეს. ბატონლაშა ბრძანა დევნილებს სად უნდა განსახლდნენ. მე ვამბობ, რომ ყველა დევნილი, რომელიც თბილისში ინტეგრირებულია, თბილისში ცხოვრობს, უნდა დარჩეს თბილისში. თუ ზესტაფონში ინტეგრირებულია, დარჩეს ზესტაფონში. თუ დევნილს უნდა თბილისიდან გადავიდეს ზესტაფონში, გადავიდეს ზესტაფონში, თუ ზესტაფონიდან უნდა გადავიდეს სხვაგან, გადავიდეს სხვაგან. კარგი მაგალითი არის, მაგალითად, წყალტუბო ამ შემთხვევაში. წყალტუბოს შეეთავაზა ფოთი, შეეთავაზა ბათუმი, წყალტუბოს ნაწილი წავიდა ფოთში, ნაწილი წავიდა ბათუმში, ნაწილმა უარი თქვა წასვლაზე. ყველა დევნილთან მქონდა მესაუბარი და შეხვედა რა ეხლა ეს ბოლო პერიოდში სამი თვე მაგას დავუთქვი, რომ ძალიან ბევრი მიზეზი რატო არ წავიდა. ნაწილმა თქვა, აქ მე გარდაცვლილები მყავს, აქ ჩვენ ერთად თავად აღარ გვინდა კიდევ ერთი გადასახლება და მოგვეცით აქ საშუალება დაგმოყოფილების. გვაქვს პროექტი, რომელიც გაარემონტებს ორ დიდ შენობას წყალტუბოში და დევნილები განსახლდებიან იქ.
არც ერთი განსახლება არ შეიძლება იყოს ძალადობა, გამორიცხულია. ვერც ერთი განსახლება ძალადობით ვერ იქნება. აქვე მეც მაქვს ერთი კითხვა ჩაგეკითხებით ბატონო ვალერი, ერთ-ერთი დევნილი გუშინდელი შეხვედრიდან გამომდინარე საუბრობდა იმაზე, რომ სამეგრელოში ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც არის არის ჯანმრთელობისთვის საზიანო და იქ ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ეთერი თუ რამე საუბარი ფოცხოვდეს არ შეხვდით. კიდევ ერთხელ შევეხოთ, ფოცხოვწერი არის კომპაქტური შესახლების ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ გადაადგილების მერე და ძირითადად აქ მოხდა ამ დევნილების დარჩენა. ნაწილი დევნილების მათ დაემატნენ, მართალი, ჩემ დაგასაკვირად ვიტყვი, რომ ძალიან რთულია, მაგრამ რუსთავში მაცხოვრებელი დევნილი იყო ეგეთ შემთხვევაში, რომ ფოცხოვწერში წავიდა, მაგრამ წავიდა იმით, რომ ჰუმანიტარული ლახმარები უფრო მეტი იყო და ამით იმანამ მან არჩია ჰუმანიტარული ლახმარებები. მე ვამბობ, რომ არც ერთი თბილისელი არც ფოცხოვწერში არ უნდა წავიდეს, თუ მას ასვლა არ უნდა. არ ზესტაფონში არ უნდა წავიდეს. რატო აიძულებ? კიდევ მე ვერავის ვერ ვაიძულებ. თქვენი სამინისტრო. მოდით ესე ვთქვი, კიდევ მე ვერავის ვერ ვაიძულებ. ჩვენი სამინისტროს ვერავის ვერ აიძულებ სადმე რომ წავიდეს. შეთავაზება უალტერნატივი როცა იყო ერთადერთი 17000 დავანებოთ. ავიღოთ 10000 დევნილი ოჯახი, რომელიც ნამდვილად საჭიროებს თბილისში განსახლებას. დღეს რომ მოვიდეს სამინისტროსთან თქვას, მომეცი დღეს ფართი ვინაიდან მე დღეს მჭირდება, ვერც ერთი სახელმწიფო ამას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომაც არსებობს დავამთავრებ თუ შეიძლება. მე არ შემიწყვეტია ერთხელაც კი თქვენი საუბარი, ხო? ამიტომაც არსებობს სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, სახელმწიფო გეგმა. რომის ვადები გადავადდა რამეჯერმე. 2000 ძალიან გთხოვთ ერთხელაც არ შემიწყვეტია. ვაცადოთ ბატონ ვალერი, შემდეგ ერთხელაც არ ძალიან დიდ შესაძლებელია. მომეცით საშუალება. მოგეცემათ შესაძლებლობა აუცილებლად ბატონ ლაშა. თუ გინდათ არ ვისაუბრებ, არც მაგის პრობლემა არ არის. ძალიან საინტერესოა. დიახ, ამისთვის მოვედით. ხო, მეც ესე მგონია, თორე თქვენ დამიძახეთ, მე დიდი მადლიერი ვარ ამისთვის და გამოვთქვამ ჩემას. მომცემ საშუალებას. ვამბობ, რომ დევნილების განსახლება დღეს 10000 მათ რომ მოითხოვოს განსახლება თბილისში ავიღოთ მარტო. განსახლება ეს უნდა გეგმის მიხედვით. ამიტომაც არის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმა ხორციელდება 4 წლის განმავლობაში. რეალურად ამ 4 წლის განმავლობაში გარკვეული პრობლემა გადაწყვეტილია, სადაც 30000-მდე ოჯახია სხვადასხვა პროგრამით აკმაყოფილებული. სამწუხაროდ კერძო სექტორი აქედან არის მცირე. 10000 დევნილი ოჯახის განსახლებას სჭირდება რესურსები, სჭირდება კონკრეტული პროგრამები. აი ამ 3 თვის განმავლობაში მუშაობდით, არის გარკვეული მოსაზრებები, აზრები. ეხლა მიდის ხელისუფლების გადაბარება, ის ვინც მოვა, აუცილებლად ყველა იმ დეტალებს, მოსაზრებებს, ფიქრებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ის გამოცდილება რაც არის, ცუდია, კარგია, ანუ თავისი ძლიერი და უარყოფითი მხარებით, გადავცემ და ვეტყვით, გამორიცხულია, ეხლა დევნილების მისამართი ვამბობ ამას, რომ შეუძლებელია ის პრობლემები გადაწყდეს ერთ დღეს, თუნდაც ერთ კვირაში, თუნდაც ერთ თვეში, თუ ეს არ მოხდა, შეთანხმებულად, ჰარმონიულად, მათი მხარდაჭერით, მათი თანადგომით, საზოგადოების მხარდაჭერით, ფინანსური რესურსების აკუმულირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ეტაპობრივად. ყველა დევნილი, ვის საჭიროებს დახმარებას, უნდა მიიღოს ადეკვატური დახმარება. ანუ პასუხისმგებლობა ეკისრება ახალმთავრობას. სამოქმედო გეგმაში არა, რა შეშია. მაგ არ მithქვავს, არავის ტოლტე და განსახლების სამინისტრო არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის სახელმწიფო ინსტრუმენტი. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური ორგანიზაცია გავლენას ამ პოლიტიკური ძალაუფლება გავლენას ბიუჯეტზე, გავლენას პროგრამების მიმართულებაზე, მე არ ვიცი. მე შემიძლია ერთი ვთქვა, რომ სამოქმედო გეგმა სტრატეგია არის მიღებული და მოქმედი. თუ ახალი ხელისუფლება ჩათვლისას რომ გაგრძელდეს, მოდიფიცირება ეს არის ის რაც იქნება ჩემთვის მისაღები. ანუ მივიღეთ და ხორციელდება. ტოლტე და განსახლების სამინისტრო ამ შემთხვევაში აღმასრულებელი, შემსრულებელია ამის. კიდევ ამბობ, რომ თუ გვინდა რომ ვიყოთ თანმიმდევრული ამაში, დევნილების მიმართ თავისუფლად ცხადია, უნდა მივიღოთ სტრატეგია სამოქმედო გეგმას. ახალი ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, კიდევ უფრო მეტად დავანახებს, მით უმეტეს ეს პროცესები. დაანახებს ყველა სად არის რეალური საჭიროებები, ყველა ამ დევნილისთვის არსებობს კონკრეტული შესაძლებლობები, რომ მათი პრობლემები გადაწყდეს. ჭირდება დრო და კონსოლიდაცია. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ ჩარჩოებს. არ გამოვიდეთ ამ კანონიერ ჩარჩოებიდან, ნუ ექნება დევნილების შიში, რომ ეს არ გაგრძელდება. ამის ბატონო ვალერე, კიდევ ერთი კითხვა, ვადამ რატო გადაიწია? ვადას არ დაუწევია, მე გეტყვით, ეხლა ეს თემა არსებობს სტრატეგია, რომ ხშირად საუბრობენ ამ თემაზე და საკმაოდ საინტერესოა თქვენი მოსაზრება. იმაში დაგტოვებთ, იმიტომ რომ მე მგონი აღარ მასაუბრებთ და მაშინ არა, ბატონო ლაშა, როგორ გეკადრებთ? დიახ. მე ჩემი რიგი იყო ხა დროის ფალსაიც და არის პრობლემა. კი ბატონო, სტრატეგია უადოა, სტრატეგია ადგენს ორ მიზანს, ამას პირველი ამბობს დაბრუნებას, ღირსეულად, უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით, მეორე მიზანი სანამ დაბრუნება შესაძლებელი იქნება დევნილთა ჩართულობა სრული ცხოვრებაში. დევნილები დღესდღეობით ჩართული ბოლომდე არ არიან, იმიტომ რომ არსებობს დევნილთა ის კატეგორია, რომელიც ჩვენ ხომ საუბრობთ, ის კონტინგენტი, ხო? ეს ერთი. მეორე საკითხი ის, რომ სამოქმედო გეგმა არის დროში გაწერილი იმ რესურსებით, რაც არსებობდა. ის გეგმა, რომელიც იყო 2008-2012 წელი, ეს იყო იმ რესურსებით, რაც მაშინ იყო ხელმისაწვდომი. ეხლანდელი
გეგმა გაწერილი 2012-2014 წლებზე. ეხლაც ამ გეგმაში სრულად ის რესურსები არ არის ყველა დევნილ დაკმაყოფილდეს. როდესაც მოხდა 2008 წელს სოფლიო ბანკთან, გაეროსთან ერთად და სახელმწიფოსთან ერთად შეფასების გაკეთება, $800 მილიონ იყო საჭირო დევნილთა პრობლემის გადაწყვეტად. ჩვენი სამოქმედო გეგმა რაც განვაახლეთ იმ პერიოდში. ამბობდა რომ მილიარდამდეა საჭირო. ეს რესურსები თუ არ იქნება, რამდენი რესურსები იქნება და რა ტემპებითაც იქნება, იმით გადაწყდება საკითხი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ამ რომ ეს უნდა იყოს სისტემური რაღაცა პროგრამული ხასიათის და არა დღეს ვაკეთებთ და ხვალე შეიძლება არ იყოს ან მოლოდინი იყოს ნაადრევი, ანუ თქვა დევნის შენ დღეს გეკუთვნის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერია დღეს რა შეგვიძლია გაკეთდეს და რა იგებია. აი ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ბატონ ლაშას აქვს უამრავი შენიშვნა და სამოქმედო გეგმა და სპეციალური ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი SOP ეგრეთ წოდებული პირდაპირ წინააღმდეგებოდა სხვა შორის ეს უკანასკნელი საქართველოს კანონმდებლობას, იმიტომ რომ ის არ ითვალისწინებდა იმ მოქმედ ნორმებს, რომელიც ითვალისწინებს თუნდაც გამოსახლების პროცედურას, რომ ყოფილიყო გამოსახლება კანონიერი და ასეთი გამონაკლისებიც კი არსებობდა და არა წესი, იმიტომ რომ როგორც წესი ხდებოდა გამოსახლება იმ ობიექტებისა, რომელიც მიმზიდველი იყო, ასე ვთქვათ, კორუფციული მიზნების დაკმაყოფილების ხელისუფლების წარმომადგენლებისა, საუბარია იმ ობიექტებზე, რომელიც ჭირდებოდა პირველი იმ შემთხვევაში, როცა ისინი იყო განთავსებული ქალაქის ცენტრში და მათი გასხვისების ალბათობა გადაფორმების ხელისუფლების წარმომადგენლებზე, თუნდაც ფიქტიური კომპანიების საშუალებით იყო მიმზიდველი, ანაც იმ ობიექტების საშუალებით, რომლებიც ჭირდებოდა დროებითი, ასე ვთქვათ, სადგომი ეს ცუდად არავინ გაიგოს ტერმინია, საცხოვრებელი სადგომი ქვია ადამიანის მიმართებაში, ესე ქვია სამწუხაროდ ჩვენი განმავლობით არ არის სწორი ტერმინი, მაგრამ ესეა სადგომისათვის ადამიანებისთვის და ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ სხვა ობიექტებიდან გამოსახლებული დევნილების დროებით გაჩუბების მიზნით გამოიყენებოდა რამოდენიმე ასეთი დროებითი, ასე ვთქვათ, ადგილსამყოფელი დევნილებისა, იქნებოდა ეს ვაზსუბნის ბოლოში თბილისის უსუმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ობიექტი. სხვა რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, რომლებიც ინტერესში იყო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის სამშობლოს რედაქციის შენობა, მაგალითად ქალაქის ცენტრში თუ გახსოვთ რომ ჯერის ჟურნალისტურ საზოგადოებას დაატოვებინეს იძულების წესით, მათ შორის ტელეკომპანია კავკასიას და მაშინაც ერთ პირველი ვიყავი, ისე როგორც დევნილების გამოსახლების დროს ერთ-ერთი მე ვიყავი მათთან ერთად და 1500 პოლიციელი საშუალებით გამოასახლეს 300 დევნილი ოჯახი, არა უმეტეს 300 დევნილი ოჯახსა და ეს ჩანს თუ რამდენად, ასე ვთქვათ, დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები და რამდენად ჭყალებში, ასე ვთქვათ, კანონიერი და სამართლიანი იყო ეს პროცედურა. ეს ის დევნილები იყო, რომლებიც ელოდნენ ამ ფაქტის აკაუნტებას, ისე როგორც სხვა ობიექტებში და ამის მეგრად დაატოვებინეს ეს ობიექტები. რაც შეეხება ვადების გადაწევას, ამჯერად მოხდა ამ სტრატეგიის მიხედვით განხორციელებული დაგეგმილი განსახლებისა და სასწავლებელი პარტიის დაკმაყოფილების ვადების გადაწევა, როგორც საარჩევნო კალენდრის მიხედვით და ეხლაც ჩვენ გვახსოვს რომ ბოლოსაც იყო ამის დელოები, არა მაგრამ 2014 წლის დევნილებთან მიმართებაში, არამედ სხვა კატეგორიებთან დაკავშირებითაც, მით უმეტეს უფრო რთული ვითარება კიდევ სხვა უსაქარო კონტინგენტთან დაკავშირებით, იქნება ეს მიწათმოქმედებელები იქნებიან ეს სხვა მიზეზის გამო უსაქარო დარჩენილები, სოციალური საცხოვრისის ვალდებულება რომ გააჩნია ცივილიზებულ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს იგივე მილენიუმის ანუ 1000 ლეურის პროგრამის მიხედვით ეს ხელისუფლებას უგულყოფილი ქონა ბოლომდე ერთ-ერთ სახარჯო თბილისის მერია ამ პროგრამაზე და მთლიანობაში იყო დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებაზე, რომელიც არ აღემატებოდა 10-დან 20 ბინამდე წელიწადში და ეს კატეგორიაც გასახსენებელია და ხშირად მე მაგალითად საყოველთაობენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც არ არიან დევნილები, მაგრამ სხვა მიზეზის გამო არიან სახარავები, რომ მხოლოდ დევნილებზე რატომ საუბრობთ და კიდევ ერთხელ ვცდილობ რომ ეს მათი გადაბრება ამ ხრივ მოხდეს საცხოვრისის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მათაც ეკუთვნის ეს და ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და სახელმწიფო უნდა ჩადოს ფული და ამაში სწორედ და არა სხვადასხვა ტიპის გასართობ ღონისძიებაში. მე მინდა როცა ბატონი ვალერი საუბრობდა იმაზე რომ 800 მილიონი იქნებოდა თუ 1 მილიარდი დაფინანსება ეს პრობლემას წარმოადგენდა, გავახსენო საზოგადოებას თუ რაში ხარჯავდა ამ და კიდევ უფრო მეტი მოცულობის თანხებს წინამორბედი ხელისუფლება. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სასახლე შეფასებულია ექსპერტების მიერ 800 მილიონამდე ლარზე და მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ერჩინა საკუთარი სასახლე, აეშენებია 800 მილიონად ყველა იმ დევნილის დაკმაყოფილების მაგალითად, რომელსაც თურმე ეს თანხა ყოფნიდა. ეს ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოროთახიან ბინაში ხმირდებოდა თქვენ ცხოვრებას გახსოვთ. ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირდებოდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოხუმში დაბრუნებას, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც იგი უგულავასთან ერთად პირდებოდა თქვენ თბილისში დაკავონებას პარტიის და ამის მაგალითად ბატონ ვალერისთან ერთად, რომელსაც მოუწევს პასუხისგება აუცილებლად დარწმუნებული სამართლიანი სასამართლოს წინაშე იყო დაკავებული უკვე ამ დაპირებების შემდეგ თქვენი გამოსახლებით და კერძო სექტორში ყოფ დევნილებსაც და იმათ ვინცაც გამოსახლეს ჭირდება დაკმაყოფილება. ვინც გამოსახლეს, მე ვფიქრობ რომ თუ კი შენობა კიდევ ერთხელ ვთქვი, რაიმე ტიპის სტრატეგიულ სახელმწიფო საჭიროებებს წარმოადგენს, ეს ძალიან იშვიათია. იქ თუნდაც აი ამ პერიოდში აი ამ ბატონების მიერ გამოსახლებულ დევნილებს უნდა დაუბრუნდეს ეს პარტია დაუკავონდეს. რაც შეეხება კერძო სექტორში მაცხოვრებელ დევნილებს, ჩვენი ასე ვთქვათ ხედვის მიხედვით ბიუჯეტის დახევი ყველაზე ბოლოს დაიხარჯება გასართობ ღონისძიებებზე. არა ტოტო კუტუნიოს, არა იგლესიასის, არა მიხეილ სააკაშვილის მიერ
ახირებული რომელიმე სხვა მომღერლისა თუ პირადი გართობის და თუნდაც ბოინგისა თუ სხვა თვითმფრინავის ყირვის ხარჯები უნდა დაიხარჯოს ფული არავით დევნილებზე და სხვა სოციალურ დაუცველ პირებზე, იმიტომ რომ სახელმწიფო არსებობს უპირველეს ყოვლისა ადამიანის დასაცავად, მისი სოციალური უზრუნველყოფისათვის და არა პრეზიდენტებისა თუ უკაცრავად 270,000 დევნილი ყავს, 90,000 დევნილი ოჯახი ყავს. ვის ლაპარაკობთ ამ ესეთერი დრო დევნილი? როცა სამწუხაროდ ძალიან საკუთარ სულ რამდენიმე წუთი დაგვიჭირა საინფორმაციო. გიგი უგულავა როცა წავიდა, აბატიეთ, გიგი უგულავა როცა წავიდა და მისი ჩინოვნიკები როცა წავიდნენ სტეტის ბარში და ბიუჯეტში დაწერეს ეს არ შეწყვეტ რომ სტეტის ბარის მომსახურება უნდა გადაიხადოს განსახადების გადამცემად. თუნდაც ჩვენგანმა ხო? ამის მე რაზეა ლაპარაკი დევნილების მაგივრად ამაში დახარჯოს ფული ჩვენი ამ. ბატონო ლაშა, ეს და სხვა თემები სხვა დროს განვიხილოთ. უკაცრავად პირდაპირ კავშირშია. ბატონო ალენი თქვა რომ ჩვენ მქონდა დეფიციტი თანხებისა. გარდა დეფიციტი მას მქონდა დეფიციტი ადამიანებისა ქონდა პრობლემები დამოკიდებულებისა ადამიანის თულობა უნდა მიიყვანეს ეს სხვა თემებია, მაგრამ რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტი სწორედ იმიტომ იყო, რომ ლაზიკა იქნებოდა ეს სააკაშვილის სასახლე იქნებოდა 100 მილიონიანი შუშის ხიდი იქნებოდა და სხვა უსარგებლო ხარჯი იქნებოდა, ამაზე იხარჯებოდა ფული და არა დევნილებზე ან სხვა სოციალურ დაუცველ ადამიანებზე. ძალიან გთხოვთ ხვალ პრესზონის ეთერი დაუთმოთ აი ამ საკითხის დასრულებას, იმიტომ რომ საინფორმაციო გამოშვების დრო უკვე სამწუხაროდ გადაცემისთვის ვილაპარაკეთ. მე შეიძლება აზრი გამი ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ისეთ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ბატონ ლაშას მოსაზრებით. კი ბატონო, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დევნილებზე, მე ტოლიდან ასხლებს ამისთვის მის მოადგილე წარმოადგენენ დევნილთა საკითხებს და შემიძლია ვილაპარაკოთ დევნილთა საკითხებზე. ძალიან ბევრი დეტალები შემიძლია ხო? ბევრი ნიუანსები და მინდა ვიყო ღია და გახსნილ იმის რომ მეტად დავეხმაროთ ამ ხალხს. მით უმეტეს მეტი შესაძლებლობა ექნება ბატონ ლაშას და საზოგადო ჩართული იყოს. კიდევ ეძახი ნებისმიერ დროს როცა გექნებათ სურვილი შეხვდეთ და რამდენსაც კი ბატონო იმდენ ინფორმაციას მოგასწრეთ აუცილებლად არასდროს არ მოგიმართა პროკურატურას ეყობა ძალიან დიდი მადლობა ბატონებო უდიდესი მადლობა საინფორმაციო გამოშვების დროა ჩვენი დებატების სიამოვნებით კი ბატონო სხვა დროს პრესზონაში ძალიან დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებ მნიშვნელოვანი თემაა ბევრი ადამიანს ეხება დიახ მომავალ საეთერო შეხვედრამდე გმადლობთ საკმაოდ საინტერესო გადაცემის მომსწრენი გავხდით ხვალამდე გემშვიდობებით დროებით როდის გავუგებთ Wow, wow, wow.